იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაციაში ბრალდებულ გიას ოსანაშვილს და მის ადვოკატს სასამართლოში უჩივიან. მომჩივარი ვაზაგაშვილების ოჯახის ნათესავი სოფელ ყარაფილას მკვიდრი მადინა მელაძია, რომელსაც სარჩელის მომზადებაში ვაზაგაშვილების ადვოკატები ეხმარებიან. რატომ უჩივის მელაძე ჯოგლიძეს და მის დაცვის ქვეშ მყოფს და რას აცხადებს სოსო ჯოგლიძე? ნახეთ თაკუ ადვაწის რეპორტაჟი. არ ვაპატიებ არავის, ვიჩივლებმე სასამართლოში. ვაზაგაშვილების ოჯახის ნათესავი მადინა მელაძე სასამართლოში სარჩელის შეტანას უახლოეს დღეებში გეგმავს. იგი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, გიას ოსანაშვილს და მის ადვოკატს, სოსო ჯოგლიძეს უჩივის. მელაძემ სოსანაშვილის და ჯოგლიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ვაზაგაშვილის ლიკვიდაციაში ბრალდებულის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონათხრობის საჯარო გახადა და განაცხადა, რომ იური ვაზაგაშვილის შესაძლოა ეჭვიანობის ნიადაგზე მადინა მელაძის ქმრის მიერ იყოს მოკლული. ამ ხელა შეურაცხყოფამ ჩემ ოჯახს მიაყენეს და ამ ხელა სტრესი მივიღე მე, სასამართლო გადაწყვიტოს როგორც არის საჭირო. ჯერ მოაყენეს ამ ხელა შეურაცხყოფა ჩემ ოჯახს და მიცვალებულს მიწაშიც არ ასვენებენ. მადინა მელაძეს ჯოგლიძისა და სოსანაშვილის წინააღმდეგ სარჩელის მომზადებაში ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატები დაეხმარებიან. ისინი ეჭვიანობის ნიადაგზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ სოსო ჯოგლიძის მიერ ბოლო დროს გავრცელებული განცხადება შეურაცხყოფა და ამორალური ქმედებაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ვაზაგაშვილების კიდევ ერთი გარდაცვლილი მოკლული იური ვაზაგაშვილის პიროვნების დისკრედიტაცია, რომელთაც ისინი ფიქრობენ, რომ ამით საზოგადოებაში გარკვეულ უარყოფით დამოკიდებულებას ათესავს იური ვაზაგაშვილის პიროვნების შეფასებას. ოსანაშვილის მიზანია საზოგადოებრივი უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი შექმნას იური ვაზაგაშვილს. ეს არის მიზანი, რომლითაც თითქოს და ბატონი იური ასეთ რაღაც ცუდად დაახასიათოს საზოგადოების თვალში. ძალიან მარტივი გათვლები აქვს მას და მის ადვოკატს და მის დაცვის მხარეს. მადინა მელაძის და ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატების დღევანდელ განცხადებებს გიას ოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე ეხმაურება. მაგრამ სადაც უნდა იჩილოს ეს რა ჩემი დაცვის მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვალდებული ვარ და ჩემი დაცვის მყოფი მეტყვის ის გამოვცემოს ინფორმაცია. აქედან გამომდინარე სადაც უნდა როგორც უნდა ისე იჩილოს, კაცებს მაგ პრობლემა არ გაჩნია რანაირად. იმიტომ მე პირდაპირ ვასრულებ ჩემს სამსახურის მოვალეობას, ვიცავ ჩემ დაცვის მყოფს და მის ინტერესებიდან გამომდინარე, სადაც ის ჩართulis მიზნად მე ვარდებული ვარ მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია გავაცემა, ხოლმე თუ მე მეცემის მე რო გამომადგეს იჩილოს რამე ცოტა ჩემს პრობლემა არის. იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად 20 იანვარს გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი გიას ოსანაშვილი. ფაქტზე გამოძიება 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ სოსანაშვილი დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს.